მახსოვს როგორ ყოფილხარ დაცრემლებული. ასეთი რაღაც ცდარი წარმოდგენა ჩემი აზრით, რომ კაცები არტირია. ცრემლით მართლა ბევრს გაკვირვები, რომ ეგ არ მე გეტყვი ახლა რა ხდება. ეგ არის ალბათ აი 2008 წელია იყო. მე იმიტომ ვთქვი, ის იყო გამარჯვება, სიხარულით, უსუსურობას, ემოცია, წაგება, ყველაფერი ერთად იყო. აბა როგორია შენ სამხედრო ხარ, შენ ისეთი იღუპები, ეს არ არის ბანალური და ისეთი ნათქვამი. მართლა ესია, ხო? იქ მირულად იღუპებიან ადამიანები და შენ გინდა იქ იყო, მაგრამ აქაც საომარი გაქვს. აი ამ დროს ბოღმა გახშობს, რომელიც სხვანაირად გამოდის, რა და ეს სრემლები რა არის, ალბათ აღარ ეტევა. ეს ყველაფერი აირევა და შეიძლება ადრენალინად გამოდის, არ ვიცი სრემლი რა. მე გეტყვი ერთ რაღაცას და ლაშარის ჯვარზე, აი ერთ-ერთი ექსკურსიის დროს ტრადიცია აქვს იქ ხევისბერები ხო აქეთ არიან თავში და ხეობა. იქით ქვია შუნტები. და დიდი ეს დევების ხოვები ვიზუალი ხო იცი ლუდი იხარ შემოდა და შეწირვა სხვა არის ძროხა რა ვიცი და მახსოვს რომ რაღაც ის მაგათი ის თუში მეცხვარეში გადაღებული სინის კი იყო რამდენიმე ნამდვილი მეცხვარე და იმათან მზივად ქეიფო ჩვენი კურსი ვართ რა წასული რა და მაგარი ჯგუფელები და კურსელები ყავს აი უგებდით ხალხი რომ ჯგუფელები და ჩვენ კურსი ვიკრიბებით ხოლმე ავერსი GPS-ი ყველა ჩემი ის არის და ძალიან წარმატებული კურსი ვიყავით ალბათ ება საქართველოშიც ეს და მაგითაც ამაყივ. ხო და მოკლედ ეს არის დგევართ ეს ზოგი ხანაო ზოგი იმაშვება რაღაცო და მე ხომ მინდა რომ მაგარი თამსმა ახალგაზრდები ვართ რა 22 21 22 და მსმელისის დავტოვა მათ და შუნტებთან და მეებთან რა და ავიღებ ამლუს და რაღაც ყובה რაღაც ისტორიას რომელიც ძალიან გულისამაჩუყებელი იყო რაღაცა ესეთი რაღაც იქაო ძველი ფთისისა და აუ მეთქი მე ახალგაზრდებისგან არის ქაურები რა ეს რომლებიც აი სურვადიან და სურვა უნდათ რომ აი რაღაცა ისაქნა რომ აი ჩხუბი მოაწყოდეს ბუნტა ესეთი ტიპები და ეხლა ჩვენ სერიოზული ისიმით ავა და თან სერიოზული შეიარაღებით ხა თან შეიმთხარ წავალ ლაგატკითა რა ნუ და აუ მეთქი რა მაგარი რაღაცა მოყევი მეთქი ბიძაჩევი მეთქი გული ამიჩუყდა მეტი ცრემლი მომადგა და ამან ეგრევე ისა დიაც ყოფილხარ ეს მე დიაც და ხანჯერა და ეთქი ახლა და იყუჩეო ამ ეს ბაზეს სერიოზული საუბარ ამას უნდა და რაღაცა და ახლა მეთქი ამ არ გაუტარებ მეთქი და ერთი წამითო შენც გასაგონათო მაგრამ შენ უფრო და გისმენ მეთქი და აი ხო არის რომ ლექსი უნდა რამდენჯერმე გადაიკითხო ახლა რაღაცა შეიძლება ეს რა წაიკითხეზე პირადად მაგრამ აი თუ არ გამ აი უცბად დამამახსოვდა იქ სად იყო ახლა თაში ღამეა კოცონზე პასა და ფურცე სადიპოვიდი ხო და მახსოვს ეს სიტყვები რომელიც დამრჩა და მაგით ვამართლებ არ ვიტყვი იმიტომ რომ ცრემლს თავისი ფასი აქვს თავისი კაცური ფასი აქვს და მით უმეტეს კაც რომელსაც ომეგა გამოდის შენ ხელში ადამიანები კვდებიან და იმ დროს არტირი ხარ როგორ შეიძლება რაღაცა მაგრამ აი ეს არის რომ იმ დროს ამოდის ეს როცა ყველაფერი წამიერად გაგახსენდება და ეს სიტყვები მინდა გითხრათ რომ გულის სილბო სიტურფია თუ კაცია სხვაფრივ ლომი მართალ ვაშკაც ისუ ხდება როცა გულითაც ლბილია რკინის კაცის თვალში ცრემლი დიდ სულოვნების შვილია. აუ რა მაგარია. აში დავასხი ხა და დავედა. აი ეს არის. ის სულიდან ამოდის. ღმერთი უნდა გიყვარდეს გონებით, გულით, სულით და თელი შენი ორგანიზმი, ხო? ორგანიზმი. ესია და აი ამ დროს ეს რაღაცას აკონტროლებს არ იტირო როგორ შეიძლება ადამიან უბრძო არ იტირო არ იყვირო ხანდახან არის ხომ რომ მოვიგე დავარტყად ბა დროშა არა ეს თავისით ეს არ არის რასაც ეძახიან რომ აი პიარი და ბიჭო მე იმ მომენტში საერთოდ არ ვფიქრობ რომ ვიტირო ვიმალები ვცდილობ არის მომენტი მაგრამ იმას ხანდახან ვერ აკონტროლებ ვიღაცა შეულიეს მაგრამ გამოყადო ვიღაცა შეიძლება მე რა ერთხელ მოვიგე, აი მეოთხეჯერ რომ მოვიგე ოლიმპიადას, მე სხვა არ არსებობს. ეს ამას ვერ უბრძანებ, ვერ ძგულს, ვერ ცულს. ადამიანი, იმიტომ არის ძალიან მაგარი და ამოუცნობი კიდევ და ტვინი იმიტომ არის ბოლომდე შეუსწავლელი, სულ რამდენიმე პრობლემას ვიყენებთ გრამს, ესე ვიტყვი.